Ladies and gentlemen, Mr. President, Mr. Prime Minister, distinguished heads of delegations of the national parliaments, let me welcome you to Georgia on the occasion of the General Assembly of the Black Sea Economic Cooperation countries. მივესალმები პატივცემულ სტუმარს, მოლდოვეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები წევრი ქვეყნების პარლამენტის დელეგაციების ხელმძღვანელებს, მივესალმები საპარლამენტო ასამბლეის ყველა მონაწილეს. ბატონებო, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარე ქვეყანაა და საპარლამენტო ასამბლეის 42 სესიას მასპინძლობს. საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებთან თანამშრომლობა. რადგან ეს ორგანიზაცია თითქმის სრულად მოიცავს ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ საბედნიეროდ ამ ორგანიზაციამ დროის გამოსვლას გაუძლო და მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა მიმართულებით აქვთ პრობლემები, ამ ორგანიზაციის პრაგრებში კვლავ ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და საფინანსო სფეროებში. ამიტომაც მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს და მაქსიმალურად გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და ურთიერთობები ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან. მეტად მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციის სისტემაში საპარლამენტო კომპონენტის ჩართვა და გააქტიურება, რათა პოლიტიკურმა ძალებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საქმეში. საქართველოს მზად არის ღიაობისთვის, მზად არის შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, გაუმჯობესოს სატრანსპორტო გარემო, ითანამშრომლოს ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში იყოს ენერგეტიკის წარმოებელის და გამტარიც. აგრეთვე ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას წევრ ქვეყნებს შორის. ბატონებო, საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ იგი ადგას დემოკრატიული აღშენებლობის გზას და დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი მართლაც გამორჩეულ და მეტად მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე მოახდინა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და ამით დაადასტურა თავისი ევროპული არჩევანი. ჩვენთან ერთად ვილნიუსის სამიტზე ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა მოლდოვამაც. მინდა ვისაგებო შემთხვევით და პირადად მივულოცო მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთივე წინსვლა. ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამოხატული იქნება. მინდა აქვე ხაზგასმით აღნიშნო, რომ მართალია ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ მზად ვართ ამავდროულად მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც საქართველოსგან თუნდაც განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვა და ვექტორი აქვს არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია 20% ჩვენი ტერიტორიის, პირველი ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ შეჯიბრებებში, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. და ბოლოს კიდევ ერთხელ მივესალმები ასამბლეას და იმედს გამოვთქვამ, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობები გაგრძელდება და საომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მთელი რეგიონის წინსვლას და განვითარებას განაპირობებს. გისურვებთ წარმატებულ მუშაობას, დიდი მადლობა. Dear Mr. President Usupashvili, dear Mr. Prime Minister, dear colleagues, ladies and gentlemen, good morning. First of all, I would like to express my gratitude, dear Mr. President Usupashvili, for your hospitality and for giving me the opportunity to address this Interparliamentary Assembly. I would also like to use this occasion
to congratulate our Georgian friends for having achieved the priority objectives established by BAPSEC during their presidency. Someone say that it's not. Thank you.